თქვენ როგორც ახალგაზრდას, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში, რა შესაძლებლობას გაძლევთ ეს ქალაქი? განვითარების მხრივ გვაძლევს უნივერსიტეტებია, კოლეჯებია. უნივერსიტეტი გვიშვებს კარტინგზე თბილისში და ამ ქალაქში ესეთი დიდი სივრცე შეიძლება რომ გამოყოფილი იყოს. პოტენციალს კარგავს როგორც დიდი ქალაქი. მე ბათუმელი ვარ და ბათუმი ბევრად პატარაა და იქ უფრო მეტ გასართობს პოულობდით ხოლმე იმის მიუხედავად რომ მარტო ბულვარია ეს ფაქტიურად. უნივერსიტეტს რა ქონდეს უკეთესი კაფეტერია, კარგი იქნებოდა. გასართობი ცენტრები კაი იქნებოდა, ბიბლიოთეკები რა უფრო გაამარტივებდა სწავლის პროცესს. ვისურვებდი რომ ყოფილიყო კარგი მოქმედი კინოთეატრი, ანუ კი მოქმედებს, მაგრამ თუ არ არის მაგალითად ბევრი ადამიანი არ მოქმედებს. გასართობი ადგილები, ახალგაზრდული ბარი, კაფე, არაფერი არა. ყველაზე ხელმისაწვდომი გასართობი ძირითადად არის ბარ-რესტორნები. უფრო გამარტივებული უნდა იყოს ტრანსპორტირება ქუთაისში, რადგანაც ზოგი მოდის ძალიან შორი ადგილიდან და ეს აფერხებს ამ ადამიანებს, რადგანაც უნივერსიტეტში მოსვლის დროს ხშირად ხდება ამის გამო ლექციები. როგორც ახალგაზრდებს უფრო მეტი გასართობი ადგილები რო იყოს ჩემი აზრით. გარდა გასართობი სივრცეებისა, რა საჭიროებები გაქვთ როგორც სტუდენტს და როგორც ახალგაზრდას? რაც მინდა ის მაქვს. მე რა საჭიროებაც მაქვს, იმას ქუთაისში არ ვეძებ კონკრეტულად ამ ქალაქში. ისე ზოგადად კარგი ქალაქი არის. მე კმაყოფილი ვარ ფინანსებით ამით არ მიჭირს როგორც ასეთი და სწავლა კი შეიძლება უფრო მეტი, მაგრამ ეს მაინც ჩემი მშობლიურ ქალაქია და მირჩევნია აქ. ვისურვებდი რომ კიდევ უფრო მეტი ორგანიზაციები შეიქმნას მაგალითად, რომ ბავშვები იყვნენ ჩართულები აქტიური მოხალისეობრივი ცხოვრებით და უფრო მეტი ცნობიერება ჰქონდეთ ამაზე ამაღლებული, რომ უშუალოდ ჩართული იყვნენ ქალაქის განვითარების პროცესებში. თბილისში პერსპექტივები ქუთაისთან შედარებით განვითარების მხრივ ძალიან დიდია რა.